ისტორიას, რომელსაც ახლა მოგიყვებით, უიღბლო მისტერ რონალდ ოპუსზე. უკვე მრავალი წელია რეალურ ისტორიად ავრცელებენ, თუმცა სინამდვილეში ის ჩვეულებრივი ქალაქური ლეგენდაა, რომელსაც სავსებით კონკრეტული ავტორი ჰყავს. თუმცა ეს ისტორია ჩემი აზრით იმდენად საინტერესო და იმდენად უცნაური კვანძის გახსნა აქვს, რომ გონია მოსმენა საინტერესო იქნება. ახლა ამ ისტორიას მოგიყვებით და მერე მისი შექმნის ამბავზე გიამბობთ. 23 მარტს ახალგაზრდა ამერიკელმა კაცმა, რონალდ ოპუსმა, სიცოცხლესთან გამოთხოვების რთული გადაწყვეტილება მიიღო. მან დატოვა წერილი, რომ განიცდის უკიდურეს ფინანსურ გაჭირვებას და რომ მას თავისივე მშობლებიც კი ვერ უგებენ. იმედგადაწურულმა და ცხოვრებაზე ხელჩაქნეულმა ახალგაზრდამ 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ისკუპა. ოღონდ ისე გადახტა, რომ წინასწარ ქვევით არ ჩაუხედავს. არადა რომ გადაეხედა, აღმოაჩენდა, რომ სწორედ იმ დღეს ფანჯრების მრეცხავს მერვე სართულის დონეზე დამცავი ბადე ჰქონდა გაჭიმული. ასე რომ სახურავიდან გადამხტარი მისტერ ოპუსი სახსალამათი გადარჩებოდა, რომ არა კიდევ ერთი შემთხვევითობა. იმ დროს, როდესაც სახურავიდან გადამხტარმა მისტერ ოპუსმა მე-9 სართულის ფანჯრებს ჩაუფრინა, მას ბინიდან სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ თავი დაუსახიჭრა და როდესაც ახალგაზრდა კაცი მერვე სართულის დონეზე გაჭიმულ ბადეზე დაეცა, ის უკვე მკვდარი იყო. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვალება თავში მოხვედრილმა ტყვიამ გამოიწვია და ეს ამდენად ეს შემთხვევა უნდა განხილულიყო არა როგორც თვითმკვლელობა, არამედ როგორც მკვლელობა. კანონმდებლობის თანახმად კი თუ კი რონალდ ოპუსის სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას გადაწყვეტდა, მაგრამ ჩანაფიქრის აღსრულებისას რაიმე სხვა მიზეზით დაიღუპებოდა, ამ შემთხვევაშიც ის იურიდიული თვალსაზრისით თვითმკვლელად დარჩებოდა. მაგრამ ვინაიდან დამცავ ბადეს, რომლის არსებობის შესახებას ოპუსმა არაფერი იცოდა, მისთვის სიცოცხლე უნდა შეენარჩუნებინა, ეს შემთხვევა წინასწარ განზრახვის გარეშე მკვლელობად გადაიქცა. ამის მერე გამოძიება კიდევ უფრო ჩაიხლარდა. როდესაც დეტექტივებმა დაიწყეს გამოძიება, თუ ვინ ისროლა თოფიდან, რაც საბოლოოდ ოპუსის მკვლელობით დასრულდა, აღმოჩნდა, რომ ეს მე-9 სართულზე მცხოვრები ასაკიანი კაცი იყო, რომელმაც სინამდვილეში ცოლს ესროლა, მაგრამ შემთხვევით ფანჯრისკენ გაუვარდა და მოარტყა მისტერ ოპუსს, რომელმაც იმ წამს ჩაუფრინა მისი ბინის ფანჯარას. გამომძიებლებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ კიდევ ერთი საქმე ახეძრათ. ასაკიანი მამაკაცის მხრიდან ცოლის მკვლელობის მცდელობის მუხლით. თუმცა საბრალო მოხუცი ირწმუნებოდა, რომ მას არავის მოკვლა არ სურდა. მართლაც აღმოჩნდა, რომ მოხუცი ცოლქმარი ხშირად ჩხუბობდა და კაცი ყოველი ჩხუბის დროს კედლიდან თოფს ჩამოხსნიდა ხოლმე და ასე ვთქვათ, ქალს აშინებდა. აღმოჩნდა, რომ ეს სცენა არაერთხელ განმეორებულა და ყოველთვის მშვიდობიანად სრულდებოდა, რა კი თოფში არასდროს იდო ვაზნა. ამგვარად გამოძიებას ახალი თავსატეხი გაუჩნდა. უნდა ეპოვათ ის, ვინც კედელზე ჩამოკიდებულ თოფში პატრონისგან უჩუმრად ვაზნა ჩადოდა, ვინც იქნებოდა კიდეც მთავარი დამნაშავე მთელ ამ ისტორიაში. ამის შემდეგ ირკვევა, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მოხუცი ცოლქმარის ბინაში შესვლა და თოფში ვაზნის ჩადება შეეძლო, მათივე შვილი იყო. შვილმა ცხადია იცოდა, რომ მამა დედას პერიოდულად თოფით აშინებდა ხოლმე და აქ მოტივიც ნათელი გახდა. მშობლები შვილს ფინანსურ დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ. ჩანაფიქრის მიხედვით კი მამას დედა შემოაკვდებოდა, ციხეში წავიდოდა და მთელი ქონების ერთადერთი მეპატრონე თავად ის გახდებოდა. გამომძიებლებმა ამჯერად გადაწყვიტეს საქმისთვის კიდევ ერთხელ შეეცვალათ მუხლი და განზრახ მკვლელობის მცდელობად კვალიფიკაცია მიენიჭებინათ. რა კი ყველაფერი გაირკვა, ამის მერე მხოლოდ იმ არამზადის პოვნა რჩებოდა. აქ კი გაირკვა, რომ მოხუცი ცოლქმარის შვილი იმავე სახლში ზედა სართულზე ცხოვრობდა და ეს რონალდ ოპუსი იყო. ახალგაზრდა კაცი ვალებში აიხლართა. მშობლებისგან დახმარებაზე კატეგორიული უარი მიიღო და შურისძიების მიზნით მამის თოფი დატენა. თუმცა სანამ დედა და მამა მორიგ ჯერზე იჩხუბებდნენ, ახალგაზრდა კაცს ნერვებმა უმტყუნა, პრობლემებს ვეღარ გაუძლო და ვეღარ დაელოდა, სანამ მამის თოფი გაისვრიდა და სახურავიდან გადახტა. ამგვარად გამოძიებამ საბოლოოდ საქმეს ისევ თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა. ეს ისტორია შესანიშნავი ილუსტრაცია იქნებოდა იმის საჩვენებლად, რომ სხვას მახე არ უნდა დაუგო, თავად აღმოჩნდების შიგნით. თუმცა, როგორც თავშივე მოგახსენეთ, ამ ამბავში არც ერთი სიტყვა ნამდვილი არ არის. ჩახლართული ჰიპოთეტური თვითმკვლელობა 1987 წელს ამერიკის სასამართლო მედიცინის აკადემიის პრეზიდენტმა დონ ჰარპერ მილსმა მოიგონა.
როდესაც ის აკადემიის წევრთა ყოველწლიური შეკრებისთვის ემზადებოდა, დამსახურებულმა მეცნიერმა გადაწყვიტა თავისი კოლეგები ერთდროულად გაეხალისებინა და ამავე დროს ეჩვენებინა ფაქტების რთული კავშირი იურიდიულ შედეგებზე. შემდეგ კი მოხდა ის, რისი წარმოდგენას ბატონ დონ ჰარპერ მილს არ შეეძლო. მისი მოყოლილი მოგონილი ამბავი სწრაფად გავრცელდა და ადამიანები ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ეს ნამდვილი ამბავი იყო. აი რას ამბობდა თავად მისტერ მილსი. ეს ისტორია 1987 წელს მოვიფიქრე. მინდოდა რომ სასამართლო ექსპერტთა კონფერენციაზე მომეყოლა იმის აღსაწერად, როგორ შეუძლიათ ცალკეულ ფაქტებს იურიდიული შედეგების თავდაყირად აყენება. 1994 წელს ეს ისტორია ვიღაცა ინტერნეტში დადო, რის მერეც ის მთელ მსოფლიოს მოედო. სხვადასხვა ეს სიუჟეტი რამდენიმე სერიალის ეპიზოდებს დაედო საფუძვლად და სახალისო დარვინის პრემიის ნომინაციაშიც კი მოხვდა, როგორც ყველაზე სულელური სიკვდილი.